მართლაც როგორც ჩანს deep state-მა გაიღვიძა არა მხოლოდ ამერიკაში. ერთი თავი მოაჭრეს და სამი ამოუვიდა ახლა ასე ვთქვათ. ხო, რა თქმა უნდა ეს არ არის სასიამოვნო ამბავი ივანიშვილის რეჟიმისთვის. რა თქმა უნდა ამით არაფერი მთავრდება, ეს დასაწყისია, დავიწყოთ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით და რეაგირებით უпростоრად. აქ მთავარი არის ის, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატების ახალმა ადმინისტრაციამ ივანიშვილის რეჟიმს უთხრა, რომ ის არ არის დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება. ამას ნიშნავს ეს. მან ასეთი ფრაზა იყო, რომ თუ შენ გინდა დემოკრატიული მანდატი დემოკრატიული მანდატს ვერ მიიღებ, ასე ვთქვათ, უმრავლესობის, ანუ შენი საზოგადოების უმრავლესობის ნების იგნორირებით. უგულების ყოფის ესაა, ხო, ნების იგნორირებით და მეორე ოპონენტების დაჭერით და მათი გამარჯვების ჩახშობით. ხო, ნიშნავს, რომ შენ თუ გინდა დემოკრატიული მანდატი და ეს ასე არ ხდება, ეს ნიშნავს, რომ შენ არ გაქვს დემოკრატიული მანდატი. ხო, ანუ ეს არის მთავარი ალბათ გამოსავალი ან რაც უნდა გავიგოთ აი ამ განცხადებიდან, ხო? აი წავიკითხავ რა, იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ინტერპრეტირება რომ არ ხდებოდეს, აი სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება უნდა აღვნიშნოთ Global News-ის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს მედია სტრუქტურა ორგანიზაცია საქართველოს თემატიკის ამოწევას ახერხებს და მათ მადლობა უნდა უთხრათ ყველას რუსაშელიას განსაკუთრებით. ტექსტი არის ესეთი, წერილობით პასუხი იმითოა, მე მინდა შევახსენო ყველას, რომ ჩვენ გქონდა წინა დღეს რუსეთის მიერ სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის ბრიფინგზე დასმული შეკითხვა, რომელზეც ახალმა პრეს-სპიკერმა უპასუხა, რომ ამ მომენტში არ ვარ მზად ამ კითხვაზე პასუხისთვის, მაგრამ აუცილებლად დაგიბრუნდებით. დაუბრუნდნენ წერილობით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, ხო? ეს არის იმ მომენტში ჯერ ერთ მომზადებელი პრეს-სპიკერი ზოგადად არც გამოდის და არც ლაპარაკობს, მაგრამ ამაზე რომ წავიდნენ, იფიქრეს, რაღაცეები ჩამოაყალიბეს და წერილობით მიაწოდეს, ეს ორმა გადასერიოზულებს თავისთავად მის შინაარსაც და მის მნიშვნელობასაც. ტექსტი ასეთია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ნათლად დააფიქსირა ის ნაბიჯები, რომელთა გადადგომაც საქართველოს მთავრობას შეუძლია, რათა აჩვენოს, რომ სერიოზულად არის განწყობილი ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის. სხვა შორის ეს ფრაზა ძალიან მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ ვიპოვოთ, ასე ვთქვათ, მისი პარალელი და მსგავსება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და ელჩის მიერ გავრცელებულ გზავნილებთან თბილისში, ხო? რაც შეეხება ქართული ოცნების მთავრობის მიერ განხორციელებულ განგრძობით, ანუ ქართული ოცნების მთავრობის მიერ განხორციელებულ განგრძობით ანტიდემოკრატიულ ქმედებებს. როგორც ვიცე-პრეზიდენტმა ვენსმა მიუნხენში აღნიშნა, დემოკრატიული მანდატის მოპოვება ვერ მოხდება მოწინააღმდეგეების ცენზურით ან ციხეში ჩასმით. ასევე ვერ მოიპოვებთ მას ძირითადი ელექტორატის პოზიციის უგულებელყოფით, თუ ვინ უნდა გახდეს ჩვენი საერთო საზოგადოების ნაწილი. შეერთებული შტატები 23 წლის განმავლობაში საქართველოსა და ქართული ხალხის პარტნიორია და ამ ხნის განმავლობაში ძლიერი მხარდამჭერი საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში, ნათქვამია შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისგან მიღებულ წერილში. შესაბამისად, ანუ დასკვნა მარტივია, კონტაქტი იყო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წაუყენა კონკრეტული მოთხოვნები ივანიშვილის რეჟიმს, თუ რა არის გასაკეთებელი. შესაბამისად, როგორც ჩანს და აშკარაა, რომ მსგავსი არაფერი ნაბიჯები აქეთ ამ მხრიდან არ გადადგმულა. მე მგონი კი პირიქით გაუარესებულია. პირდაპირ არის საუბარი, რომ ეს არის განგრძობითი ანტიდემოკრატიული ქმედებები მათი მხრიდან და თუ მათ სურთ დემოკრატიული მანდატი, ამის მოპოვება არ ხდება ასე ვთქვათ, ოპონენტების დაჭერით და თავისუფალი ხმის ჩახშობით, ანუ ეს ნიშნავს, რომ მათ არ აქვთ ანტიდემოკრატიული მანდატი და პრინციპში მე მგონი აქ ყველაფერი ნათელია და კიდევ ერთი რამე, რაც მნიშვნელოვანია, რომ ეს უკვე გავს ჩამოყალიბებულ პოლიტიკას. ეს არ არის უბრალოდ რაღაც რეაგირება მხოლოდ ჟურნალისტის დასმულ შეკითხვაზე, ეს არის როგორც ჩანს უკვე წყობრი პოლიტიკა ივანიშვილის რეჟიმთან მიმართებაში და ლაპარაკია იმაზე, რომ დემოკრატიული მანდატის გარეშე ისინი ვერ აღადგენენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას. ეხლა ლაპარაკი имазе კი არ არის, რომ სტატუს კვოს დაუბრუნდეს. ლაპარაკია რაღაც ნულოვან კონტაქტები რო დაიწყოს ელემენტი. ნულოვან მომენტს რო აცდეს. ხო, ანუ ეს ძალიან კარგი საწყისი მომენტია ჩემი გადასახედიდან
იმ საზოგადოებისთვის, რომელიც დღეს რუსთაველზე დგას, კარგი საწყისი მომენტია ოპოზიციური, პროდასავლური ოპოზიციური სპექტრისთვის. ახალი ენერგიის. ხო, ახალი ენერგიის მისაცემად, ამას უნდა დაუმატოთ ჰელსინკის კომისიის განცხადება, რომელიც ახსენეთ თუ არ ვცდები გადაცემის დასაწყისში და რომელიც ძალიან ასე ვთქვათ მნიშვნელოვან საკითხს უსვამს ხაზს, რომ ესე იგი ჩინური კომპანიისთვის გადაცემა ანაკლიის პორტის. აი უყურე ციტატა ჩინეთის მზარდი გავლენა შავ ზღვაში რუსეთთან თანამშრომლობით რეგიონს ნაკლებად უსაფრთხოს ხდის და ზღუდავს თავისუფალ ვაჭრობას. ამ გარიგების გაგრძელებით ქართული ოცნება კიდევ უფრო მეტად დააყენებს საფრთხის ქვეშ საკუთარი ქვეყნის დემოკრატიულ კურსს და ეკონომიკური მომავლის დამოუკიდებლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ეს არის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის დასკვნა არის. ეს არ არის რაღაც ცალკეული კონგრესმენის ან სენატორის დასკვნა. ხო, გავაგრძელოთ რაც აქ არის ნათქვამი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია იქიდან გამომდინარე, რომ ყველამ კარგად იცის, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მთავარი მოწინააღმდეგე სოფლიო დონეზე ეს არის ჩინეთი და ჩინეთის გავლენების ზრდა, განსაკუთრებით ევროპის რეგიონებში, შესაბამისად შავ ზღვაზე ჩინეთის ამ ფორმით შემოსვლა ბუნებრივია მიუღებელია შეერთებული შტატებისთვის და ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ და ჩემი აზრით ამ საკითხის ლობირებისთვის ეს მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომ სწორედ ტრამპის ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივანმა პომპეომ ასე ვთქვათ დანიშნა ის ბრიფინგი მაშინდელ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, სადაც პირდაპირ ითქვა, რომ უნდა აშენდეს ანაკლიის პორტი და უნდა აშენდეს დასავლური ინვესტიციით. შესაბამისად, ტრამპის ადმინისტრაციისთვის ჩვენ ეს უნდა გავხადოთ ღირსების საკითხი, რომ ანაკლიის პორტი ჩინელებმა ვერ წაიღონ და ივანიშვილის რეჟიმისთვის ეს იქნება ძალიან მძიმე წნეხი, იქიდან გამომდინარე, რომ მე რთულად წარმომიდგენია, რომ ივანიშვილმა აქ ახლა შემოატრიალოს პოლიტიკა და ამერიკელებს დაუთმოს, რაც ჩინელებს და რუსებს ეკუთვნის მისი გაგებიდან, ხო? შესაბამისად, ეს ძალიან სწორი ლობირების გზაა და პრეზიდენტმა ზურაბიშვილმაც და ოპოზიციურმა პარტიებმაც ეს ხაზი აქტიურად უნდა გააგრძელონ. არანაკლები მნიშვნელოვანია, რომ აღვნიშნოთ განცხადებები ევროკავშირის მაღალჩინოსნების მხრიდან, რომელიც დღეს მოვისმინეთ. კაია კალასმა და მარტა კოსმა პირდაპირ განაცხადეს, რომ საქართველოს შორდება ევროკავშირს, ის კანონები, ის დრაკონული კანონები, რომელიც ბოლოს იქნა მიღებული, შეესაბამება კი არა, საერთოდ თანხმედრაში არ არის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანასთან და ამაზე ევროკავშირი თვალს ვერ დახუჭავს. შესაბამისად, ესეც დაემატა ამ ყველაფერს, კიდე იყო ხო. შესაყვარელი ბრიტანეთი, გითხარი, რის მანიშნებელი არის თუნდაც ორ ძალიან მნიშვნელოვან, ანუ სასამართლო კლანი რაზეც დგას იმ ფიგურებთან მიმართებაში, მაგრამ მოლოდინები კიდევ უფრო მეტი არის ბრიტანეთთან დაკავშირებით. ხო, ანუ და ამას დავამატოთ ბრიტანული სანქციები, რომელიც ამ ეტაპზე შეეხო ორ ძალიან მძიმე წონოსან მოსამართლეს, რომელზეც დგას ფაქტობრივად ივანიშვილის მოსამართლეთა კლანი. ეს არ არის სავიზო სანქციები, მხოლოდ ეს არის ფინანსური სანქციები და შედეგი მურუსიძემ იგრძნო საკუთარ საბანკო ანგარიშზე, მე მგონი დადასტურებული ინფორმაცია. კი, დაუდასტურა, რომ დაებლოკა ბარათი. ხო, ბუნებრივია, ანუ საქართველოს ბანკში, TBC ბანკში, Liberty ბანკში და ნებისმიერ რეპუტაციის მქონე ბანკში საქართველოში მას ანგარიში ვეღარ ექნება. შესაბამისად, ქეშად აიღებს ხელფას ივანიშვილის პირობებში. ის არ გაუჭირდებათ, მაგრამ გასაგებია, მაგრამ ხო, ანუ ეს ბუნებრივია დარტყმა და დისკომფორტია, მაგრამ ეს არ გაჩერდება მურუსიძეზე. შემდეგი რიგში დგას ჩემი მოგვარე ირაკლი რუხაძე, რომელიც ბევრად უფრო გავლენიანი ადამიანია ვიდრე მურუსიძე და ის აკონტროლებს არა მხოლოდ ბიზნეს ივანიშვილთან ერთად, არამედ პროპაგანდასაც და სწორედ ივანიშვილის რუსული პროპაგანდის მთავარი პირი რაც არის ტელეკომპანია იმედი, სწორედ ასე ვთქვათ მის გარშემო ტრიალებს დღეს ახლა ბრიტანეთის პარლამენტში გამოსვლებიც და რიტორიკაც. მე დარწმუნებული ვარ, რომ შეიძლება ივანიშვილამდე სწორედ რუხაძის დასანქცირება დაასწროს ბრიტანეთმა, თუმცა ეს ყველაფერი მივა ივანიშვილამდეც დარწმუნებული ვარ და რამდენად მტკივნეულად აღიქვავს ამას ოლიგარქი, მე მგონი ჩვენ ვნახეთ, რამოდენიმე არაერთი განცხადება ვიხილეთ მათი მხრიდან თუ როგორ
ესე იგი დააჩაჩანაკა deep state-მა თურმე გაერთიანებული სამეფო, რომელიც დემოკრატიისა და პარლამენტარიზმის მამა იყო, მაგრამ ეხლა თურმე საწყალ მდგომარეობაშია. მაგრამ მოკლედ საბოლოო ჯამში მე ხედავ რომ დემოკრატიული დასავლეთი ხედავს რა ხდება საქართველოში მას საზოგადოებრივ აზრზე, საზოგადოებრივ პროტესტზე, ასე ვთქვათ, მის მაჯისცემაზე ხელი უდევს და ამაზე რეაგირებას ახდენს. დასავლეთიდან ამ ტიპის რეაგირებები უნდა გახდეს კიდევ უფრო მეტი мотиваციისა და ბუსტის მიმცემი ქართული პროტესტისთვის. იგივეს გააკეთებს ჩემი აზრით გაზაფხული და ამინდის გამოკეთება და კიდევ ერთი რამე უნდა ვთქვა, დღეს ცოტა კრიტიკული ვიქნები პოლიტიკური პარტიების მიმართ, მაგრამ მგონია რომ რაღაც ახალი ხედვა არის საჭირო პოლიტიკურ პარტიებთან მიმართებაშიც და ზოგადად საზოგადოებრივ აქტიურობასთან მიმართებაშიც, იმიტომ რომ ახლა როგორი ამოვიდა, იცით რომ პოლიტიკურმა პარტიებმა, იმ 4-მა პროდასავლურმა ბლოკმა რეალურად მიიღეს საზოგადოების მანდატი, რომ ერთად შეექმნათ უმრავლესობა და შემდეგ ემართათ ქვეყანა. კოალიციით. ეს იყო მანდატი. კოალიციური მთავრობა. ხო, იმიტომ რომ რა ხა გააყალბეს თუ როგორ გააყალბეს თუ რამდენით, რა მნიშვნელობა აქვს, რომც არ გაეყალბებინათ, ცალკე აღებული ვერც ერთი პარტია ვერ იგებდა ამ არჩევნებს ოპოზიციურ ფლანგზე, ან 4-ვე ერთად იგებდა, ან აგებდა ოპოზიციური ბლოკი, ხო? შესაბამისად, საზოგადოებრივი მანდატი, რომელიც მიიღო ამ პარტიებმა, ეს იყო 4-ვე ერთად, უმრავლესობა უნდა შეექმნათ. შესაბამისად, სამწუხაროდ მათ პარლამენტში ვერ შექმნეს უმრავლესობა გასაგები მიზეზების გამო, მაგრამ ვერც პარლამენტს გარეთ ვერ შექმნეს უმრავლესობა, რაც იყო საზოგადოების დაკვეთა. 6 თვე გავიდა არჩევნების შემდეგ, შესაბამისად, როგორც რაგბიში არის ესეთი რაღაცა, რაღაც ჯარიმის უპირატესობა რო გაქვს, ის სულ არ გაქვს. რაღაც მომენტში ეს უქმდება. ეს მანდატიც, ჩემი აზრით, ელექტორალური მანდატი დღევანდელი გადასახედიდან უკვე გაუქმებულია. შესაბამისად, არც წინა საარჩევნო პროცესი აღარ არის, ეხლა და არც პირდაპირ გაგებით პოსტსაარჩევნო. ეხლა არის სიტუაცია, როდესაც ოპოზიციამ ვერ გამოიყენა საზოგადოების მიერ მიცემული მანდატი და შესაბამისად აქ უნდა მოხდეს რესტარტი. აღარ არის საჭირო პარტიებმა ამტკიცონ რომ მე უფრო დიდი ვარ, მე უფრო პატარა ვარ, მე უფრო ასეთი ვარ, მე უფრო ისეთი ვარ. აქ უკვე ნიშნულობა აღარ აქვს ვინ არის პოლიტიკური პარტია, მით უმეტეს ხვალდაზე ისედაც გააუქმებს ივანიშვილი ამ პარტიებს. ამიტომ გაერთიანება უნდა მოხდეს არა პარტიებს, არამედ ადამიანებს შორის. ადამიანები უნდა გაერთიანდნენ და გააგრძელონ ეს პროტესტი. პოლიტიკური პარტიები ბუნებრივია აქ თავის როლს იპოვიან და ითამაშებენ, მაგრამ ის რომ ამ 4-მა პოლიტიკურმა პარტიამ ერთად რაღაც კონკრეტული გააკეთოს და ამ საზოგადოებრივი მანდატი და საზოგადოებრივი დაკვეთა შეასრულოს, ეს ამბავი აღარ გამოდის. ანუ საზოგადოებრივი მანდატის ვადა რაღაცნაირად ჩემი განსახედიდან ამოიწურა, შესაბამისად, ეხლა თამაშის ახალი წესები ერთვება, რაღაცა ყველა შედარებით თანაბარ მდგომარეობაში შედის ამ ბრძოლის ველზე და უნდა გამოიკვეთოს ვინ არის მსხვერპლის გამღები ამ ბრძოლისთვის, უფრო მეტი მსხვერპლის გამღები, ვინ არის უკეთესი დამგეგმავი, ვინ არის უფრო მეტი ფულის ჩამდები, ვინ არის და ასე შემდეგ მეტი რაღაცის გამკეთებელი და უკვე აი ამ კრიტერიუმების გადასახედიდან უნდა მოხდეს შემდგომი გაერთიანებები ჩემი გადასახედიდან, იმიტომ რომ ვინან რამ შეიძლება ითამაშოს თუნდაც აი ამ ახალი მოდელით, ამ ახალი წინაპირობებით, ამ ახალი განწყობით მედიატორის როლი, მაკონსოლიდირებელის როლი. რამ შეიძლება შექმნას გრავიტაციის ის მუხტი, რომელიც პოლიტიკურ მოდელს შექმნის ამ თანამშრომლობის. კი ამბობ რომ პოლიტიკური პარტიები იმდენად არა და ადამიანები და ცხადია იგულისხმება რომ ორგანიზებული პოლიტიკური ჯგუფები და მათ შორის პოლიტიკური პარტიები და ასე შემდეგ, მაგრამ არის ქალბატონი ზურაბიშვილი ის, რომლის გარშემოც შეიძლება ეს ყველაფერი მოხდეს თუ ნუ ავკიდებთ მას მის ზურგზე, ნუ დავდებთ იმ სიმძიმეს, რომლის ზიდვისთვისაც შეიძლება არც მზად არის, არც სურვილი აქვს და არც ამის აუცილებლობა არ არის დაუშვათ, ხო? შეიძლება აი საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის ლეგიტიმური ხმის
გახმოვანებისთვის და ასე შემდეგ ის მართლაც უფრო ეფექტური იყოს და არის კიდეც და არ ღირდეს მისი დახუნძულა გარკვეული გაგებით მიკრომენეჯმენტით ადგილობრივი საპროტესტო სააქციო პროცესებისა და მოძრაობების. ხო, იცით რა, ქალბატონ ზურაბიშვილს ჰქონდა ბუნებრივად იმის შესაძლებლობა, რომ მას თუ სურვილი ექნებოდა და გადაწყვეტდა, მას შეეძლო ეს ლიდერის როლი აეღო, წინააღმდეგობას არც ერთი პოლიტიკური პარტია და ჯგუფი არ წევდა სინამდვილეში. ხო, მან თავად გადაწყვიტა, რომ რაღაცა კონსენსუსური ფიგურა ყოფილიყო და ეზრუნა აი ამ 4 პოლიტიკურ ჯგუფს შორის კონსენსუსის შემდეგ უკვე რაღაც ერთიანობაში გადაეთარგმნა. ეს ამბავი არ გამოვიდა. შესაბამისად, ის რაც ერთხელ ან ორჯერ ან სამჯერ არ გამოვიდა, დიდი ალბათობით მეოთხეჯერაც არ გამოვა მისი ლიდერობით. მას ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს მართლაც ეს იქნება საერთაშორისო, ასე ვთქვათ, საზოგადოებასთან მოსაუბრის როლი, რომელიც ყველაზე უკეთ გამოსდის და იდეაში არის კიდევაც ერთადერთი ლეგიტიმური ფიგურა საქართველოში, ხო, რომელსაც შეუძლია თქვას, რომ ის წარმოადგენს ქართველ ხალხს. ამ როლის შესრულება ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა მას წინა ხაზზე მდგომის ასე ვთქვათ, ლოკომოტივის როლის შესრულება როგორც ჩანს არ შეუძლია და ეს ჩემი გადასახედიდან უნდა იქისრონ ადამიანებმა, კონკრეტულმა ადამიანებმა, რომლებიც შეთანხმდებიან, მათ შორის პარტიის პარტიების წარმომადგენლებმა, რომლებიც შეთანხმდებიან, რომ ისინი ამ ტიპის ბრძოლისთვის არიან მზად. ეს ბრძოლა, რაც ეხლა ჩვენ გველის, ჩემი გადასახედიდან არ არის ჩვეულებრივი პოლიტიკური ბრძოლა და ის, რასაც დღეს პოლიტიკური პარტიები აკეთებენ, საქართველოს რო რაღაცა ტიპის დემოკრატია მაინც იყოს, ეს ყველაფერი ლოგიკური იქნებოდა. ჩვენ დღეს შევდივართ ფაზაში, სადაც საქართველოში უბრალოდ დემოკრატიის ნარჩენებია. თორე სინამდვილეში საქართველოს უკვე ავტოკრატიაა. და ძალიან მალე ჩვენ მივიღებთ დიქტატურას. შესაბამისად, წარმოიდგინეთ, ჩვენ ვართ ომის მდგომარეობაში და ომის დროს, ასე ვთქვათ, ბრძოლა სჭირდება არა, ასე ვთქვათ, მშვიდობის ლიდერშიპი, არამედ, ასე ვთქვათ, ომის ლიდერშიპი და ომის ლიდერშიპი ეგეთი ლიდერშიპია, რომ ეს არის ადამიანების ჯგუფი, რომლებიც მზად არიან ყველაფრისთვის. რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს ომს, რომელიც ივანიშვილმა გამოუცხადა თავისავე ხალხს, თავის ქვეყნის თავისუფლებას და დემოკრატიას. ახლა ეს ფრაზები იმიტომ მოგაყოლა, ზუსტად ვიცი რის მოჭრას ეცდებიან, მე ასე ვთქვათ, რის თქვა მინდა, რომ ანუ ომის პროპაგანდისტები თავად სახელისუფლება რესურსებს. არ გულისხმობ იმ ომს, როცა ადამიანები იარაღით იბრძვიან, ხო? არ აქვს ხოლმე ვისაც ჭირდება როგორც იყენებს. ხო, შესაბამისად ის ადამიანები, რომლებიც მზად არიან გაიღონ მსხვერპლი და წავიდნენ ყველაფერზე, სწორედ იმათმა უნდა აიღონ პირველი ჯგუფის ლიდერობა და მათ დაეხმაროს უკვე დანარჩენი რგოლები. უნდა გამოჩნდნენ უფრო აქტიურად. რა თქმა უნდა, ბუნებრივია. თუ მართლა ყველაფრის გაღებისთვის და ბოლომდე ბრძოლისთვის გახარ, შენ ამ დროს აღარ გჭირდება სხვების ლოდინი ამ პოზიციის გამოსახატად. მოდით ესეც ვთქვათ მაშინ რა. კი, ლოგიკურია, აბსოლუტურად ხო. თავისთავად ბადებს ამას და ეს ადამიანები ბადებენ ამ პროცესს. ხელოვნურად ეს ტალღა და პროცესი ვერ შეიქმნება. არის უზარმაზარი უკმაყოფილება თავისთავად ცხადია და ყველაფერი, მაგრამ მაინც რაღაცა ბევრი რამე აფერხებდა და მათ შორის რომ გამოვთქვით ეს იყო რაღაცა ნაწილში შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის მხრიდან პოზიციების უფრო მეტი მკაფიობა. ეს ერთი კი არა და ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც საერთო სურათის სიცხადისთვის დღეს ასე ვთქვათ შემოვიდა. გიორგი, რამის დამატება ხო არ გინდა სხვა კითხვა მაქვს? კი ბატონო, არა, გავაგრძელოთ. ორი კითხვა მაქვს. ჩვენ დარჩენილი გვაქვს 8 წუთი და უნდა მოვასწროთ. პირველი უკავშირდება ევროკავშირსა და შეერთებული შტატებს შორის სატარიფო ომს და დაძაბულობას. ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ევროკავშირი მაინც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და შეერთებული შტატები ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და დღეს ცხადდება
ტრამპი აცხადებს ახალ სატარიფო პოლიტიკას, რომელზეც ამბობენ, რომ ბოლო 100 წლის განმავლობაში ამაზე უფრო მძიმე და მნიშვნელოვანი არაფერი მოხდა რა გავლენას მოახდენს ეს, იმიტომ რომ ევროკავშირიც აპირებს აპასუხო ნაბიჯების გადადგმას. სანამ შეიძლება მივიდეს ეს. კი ბატონო, ხო, სატარიფო ომიც რა ხან ომზე დავიწყეთ ლაპარაკი. მეორე კითხვა იქნება ირანთან დაკავშირებული სიტუაციის ესკალაციის, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია. ტარიფის დაწესება არის ერთგვარად ომის გამოცხადება, ოღონდ ფინანსური მექანიზმებით. ასევე. რატო აკეთებს ამას ტრამპი? ტრამპი ამას აკეთებს იმიტომ, რომ პირველი რომ საშუალო ვადიან პერსპექტივაში ამერიკული ეკონომიკა ჩააყენოს მომგებიან მდგომარეობაში და ამერიკული ინდუსტრია და ასე ვთქვათ დაიცვას კონკურენციისგან და მეორეს მხრივ ამით აჩვენებს ამერიკის შეერთებული შტატების დომინირებას, რომ ჩვენ ყველაზე დიდი და უზარმაზარი ეკონომიკა ვართ. ბუნებრივია უპასუხოდ ტარიფი არ დარჩება და რეალურად უკვე რაც შემოიღო ტრამპმა ტარიფები, ამაზე პასუხები უკვე არსებობს. რა თქმა უნდა, მოკლევადიან პერსპექტივაში ტარიფები გამოიწვევს ეკონომიკის შეფერხებას ყველგან, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისე ევროკავშირში და გაურკვევლობას ბიზნესისთვის. ეს იგრძნობა უკვე ამერიკაში საფონდო ბირჟებზე, სხვათა შორის 4 საათზე აი ამ ახალი ამბის გამოცხადება შემთხვევით არ დაანონსა ტრამპმა, 4 საათზე წყდება ყველა ბირჟის მუშაობა შეერთებულ შტატებში, შესაბამისად ამ ყველაფერმა რომ საფონდო ბირჟაზე პირდაპირ არ იმოქმედოს და პანიკური რეაგირება რო არ მოხდეს, თორემ მეორე დღეს პანიკური მოქმედება შეიძლება აღარ იქნება ამ შემდეგ, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ეს ესეა. რატო ხო ანუ რა ევროპისთვის რა თქმა უნდა ეს მძიმე იქნება ბუნებრივია, ისე როგორც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, მაგრამ ამით არ დამთავრდება. არაფერი ამ ყველაფერზე ადაპტაცია მოხდება. ეს არის ალბათ. ბატონო? ადაპტირება მოხდება ალბათ. ადაპტირება მოხდება უბრალოდ გადაწყობა მიდის. უბრალოდ ეს ყველაფერი გააძვირებს ცხოვრებას, შეანელებს ბიზნესს რაღაც თვალსაზრისით პირველ ეტაპზე მაინც, მაგრამ სავარაუდოდ ტრამპს ახლა რეალურად დიდი არჩევანი აღარ დარჩა. უკრაინაში ომის გაჩერება ესე მარტივად არ გამოდის და ეს მე მგონი აშკარაა ყველასთვის, მით უმეტეს ტრამპისთვის. ჩემი მეორე კითხვა ზუსტად ამას უკავშირდებოდა, იმიტომ რომ პირველი ღია სიგნალები ისმის უკვე და 50-მა სენატორმა მოაწერა ხელი გრემსის და კიდევ ერთი სენატორის მიერ ინიცირებულ, ასე ვთქვათ, რეზოლუციას, რომელიც რუსეთის მიმართ კიდევ უფრო მძიმე სანქციების აყენებას უკავშირდება. ეს ის ხალხია, რომელიც ტრამპის უახლოესი, ასე ვთქვათ, მხარდამჭერები და გარემოცვა არის და თავად ტრამპის განცხადებებიც და ის ინფორმაცია, რომელიც ჟონავს ამერიკულ მედიაში, რომ ტრამპი უკვე ძალიან უკმაყოფილო არის პუტინის მიერ გაწელვის ამ ხელშეკრულებას ხელის მოწერს. თუმცა ამის პარალელურად ძალიან რთული ხელშეკრულების პროექტი შეთავაზა თავად უკრაინასაც, ხო, ეგრეთ წოდებული მინერალების შესახებ, მაგრამ უკრაინის ხელისუფლება ძალიან ფრთხილად ეთამაშება ძველი გამოცდილების გათვალისწინებითაც. სანამდე შეიძლება მივიდეს. მაგას უბრალოდ იმ აზრს გავაგრძელებთ, რაზეც ვსაუბრობდი, ანუ რეალურად ომის დამთავრება ესე მარტივად არ გამოდის და ანუ ტრამპის ეს დაპირება, რომ ეხა 2 დღეში და 1 კვირაში და ამას იმას ვიზავ ჩაფლავდა, ყოველ შემთხვევაში მაკეთკენ მიდის. ხა გრენლანდიას ხვალდაზე გრო ვერ შემოიერთებს და საერთოდაც ეს ძალიან საკამათო თემაა. ეს ყველასთვის გასაგებია. იქ რაღაცა მექსიკასთან ურთიერთობა გაიფუჭა, კანადასთან ურთიერთობა გაიფუჭა. შესაბამისად რაღაც წარმატება, ანუ ვერ დადო ჯერ, ხო, თაფლობისდვე გადის, წარმატება არ არის და ერთადერთი ვარიანტი რაც დარჩა, ეს არის რაღაც ეკონომიკური ბუსტი ვითომ ამერიკული ეკონომიკისთვის ტარიფების საშუალებით. შესაბამისად გასაგები, ანუ ტრამპი ალბათ ფიქრობს, რომ ეხლა შეიძლება 1 თვეში და 2 თვეში არა, მაგრამ რაღაც საშუალო ვადიან პერსპექტივაში ტარიფებით მისცემს უპირატეს მდგომარეობაში ჩააყენებს ამერიკულ ავტოინდუსტრიას, იქ რაზეც ტარიფებზე დააწესებს და ამის შედეგად მზარდი ხელფასები დასაქმება ასე შემდეგ მზარდ ფასებს გადაასწრებს ამერიკაში და ხალხი იქნება კმაყოფილი და ამით რაღაც ამერიკა უპირველეს ყოვლისა იდეას, ასე ვთქვათ, ამით დაამაგრებს. რა ვიცი, რამდენად გამოუვა ეს მე არ ვიცი, თუმცა ტარიფების შედეგი პირველ ეტაპზე ყველა შემთხვევაში მტკივნეულია ორმაგად და პირველ რიგში ამას გრძნობს მოსახლეობა. ეხა უკრაინის უკრაინაზე 3 წუთი დაგვრჩა. კი ბატონო. ხა უკრაინას რაც შეეხება. რა თქმა უნდა, აშკარაა რომ მშვიდობა ესე მარტივად არ მყარდება. ძირითადი პრობლემა აქ რუსეთია
და დასავლური მედია უკვე ღიად და აშკარად წერს, რომ თვითონ ტრამპის გარემოცვა ამბობს იმას, რომ რუსული მოთხოვნები იმდენად არარეალისტურია უკვე, რომ ამაზე შეთანხმება წარმოუდგენელი ამბავია. კი, ტრამპი ღიად ამბობს და ისინიც ამბობენ, რომ ანუ ჩვენ ახლა მეორად სანქციებს დავაწესებთ რუსულ ნავთობზე, მაგრამ მათვე ეპარებათ ეჭვი, რომ ეს შედეგს გამოიღებს, კი, მძიმე დარტყმა იქნება რუსულ ეკონომიკაზე, მაგრამ ამით აქ შედეგს ბუნებრივია ვერ მიიღებს. ახლა ტრამპი ასევე ცდილობს, რომ იგივე ლოგიკით მიაწვეს ბოლომდე ზელენსკის და შეეცადოს, რომ საბოლოო ჯამში ახლა ვიღაცას ხო უნდა დააბრალოს ეს ყველაფერი და მარტო პუტინს ვერ დააბრალებს. ამიტომ უნდა რომ რაღაცნაირად ეს ბრალი გადაანაწილოს. ხო, იქ ზელენსკის ეუბნება, რომ აი შენ გინდა რომ ხელმოხელი არ მოაწერო ამ ყველაფერს და თუ არ მოაწერ ხელს აი ამ მინერალების შეთანხმებას, იქ რაღაც პრობლემები გექნება სერიოზული. მეორეს მხრივ პუტინთან ამბობს, რომ ანუ იცი რა, კი, პუტინი ჩემ მეგობარია, ერთმანეთს პატივს ვცემთ, მაგრამ ამ ბოლო დროს რაღაც ნერვები მომიშალა და გამაბრაზა და ამას თუმცა იგივე დასავლური პრესა წერს იმაზე, რომ ტრამპის გარემოცვა ეუბნება პირდაპირ ტრამპს, რომ ეს ხშირად ახსენებ, რომ პუტინი პატივს მცემს და არ მცემს და რაღაც, იმიტომ რომ ეს პატივისცემა საქმეში უკვე არ დასტურდება. აქედან გამომდინარე, მე მგონია, რომ მოლოდინების რაღაც კორექტირება მოხდება. ეს ყველაფერი თუ კი იყო ლაპარაკი, რომ აი აპრილში დასრულდება და მაისში ყველაფერი მორჩება. ეს გადაიწევს ჩემი აზრით რამოდენი 6 თვიან პერსპექტივაზე და უფრო ცივი გონებით შეხედავენ ამერიკელები ამ ყველაფერს. მათი როლი ისეთები აღარ იქნება, როგორც იყო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს. ჩემი აზრით გაიზრდება როლი ამ ყველაფერში. ხელშეკრულება თულად მისაღწევი გახდება. თულად მისაღწევი იქნება. პუტინს მოუწევს გადაწყვეტილებების მიღება. პუტინს მოუწევს ძიმე გადაწყვეტილებების მიღება და ჩემი აზრით უკრაინა მიიღებს რაღაც სივრცეს სუნთქვისთვის, იმისთვის რომ უკეთესად მოემზადოს ან ომისთვის, ან მშვიდობისთვის. კი ბატონო და ბოლო და მართლა ერთი წუთი გვაქვს დარჩენილი. ირანი ჩვენი სამეზობლოა, ესკალაციის მაჩვენე ბევრი ინდიკატორია, რომელიც ამაზე მეტყველებს, მათ შორის შეერთებული შტატების სამხედრო ყოფნის გაზრდა, ხო? მარტო ინდოეთის ოკეანის თავის ბაზაზე იმდენი ძლიერი, ესე ვთქვათ, საჰაერო გამანადგურებლებს მოუყარა თავი, რომლის ამ რაოდენობის არ ყოფილა 10 წლეულების განმავლობაში. ირანიდანაც ვიცით განაცხადი, გაფრთხილება, რომ თუ დაიწყება აქტიური სამხედრო მოქმედებები, ისინი იძულებულები გახდებიან ბირთვული იარაღი შექმნან. ესეთ ფრაზა იყო გამოყენებული. მოკლედ, დაძაბულობა მატულობს, ვიცით რომ დღეს გავრცელდა ინფორმაცია ამერიკულ მედიაში, თითქოს საუდის არაბეთმა ფარული გზავნილები მიაწოდა ირანს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ არიან ერთმანეთის მოკავშირეები, რომ არ მიცემენ შესაძლებლობას შეერთებულ შტატებს მათი ტერიტორიები გამოიყენონ ირანის დაბომბვისთვის. მოკლედ, ბევრი ასეთი ინფორმაცია ტრიალებს. ელი თუ არა ვითარების შემდგომ ესკალაციას მართლა სამხედრო მოქმედებებს უკვე შეერთებული შტატების ჩართულობით. ისრაელი თავისთავად ბოლო თვეების განმავლობაში ისედაც რაღაც გარკვეულ სამხედრო ოპერაციებს აწარმოებდა. კი, ვითარება ნამდვილად ძალიან დაძაბულია, ასეთ დაძაბული ვითარება მე არ მახსოვს შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის. არც ტრამპის პირველი პრეზიდენტობის დროს, როდესაც მან ის გამოვიდა, ასე ვთქვათ, ბირთვული შეთანხმებიდან და ირანს მეორადი სანქციები დაუწესა. 24 საათის წინ განაცხადა თქვა ტრამპმა, რომ თუ ეხლა ახალ გარიგებას ბირთვულ შეთანხმებაზე არ მოაწერს ირანი, დაუბომბავთ ყოველგვარი ლაპარაკის გარეშე. ირანმა უპასუხა ომანის საშუალებით, გავლით არაპირდაპირ ბუნებრივია. რა თქმა უნდა, რეგიონში ამერიკული სამხედრო შესაძლებლობების მობილიზება მიგვანიშნებს იმაზე, რომ რამე რო იყოს შეერთებული შტატები მზად იქნება, ასე ვთქვათ, დარტყმისთვის. მე მაინც მგონია, რომ აი ამ საბოლოო თავდასხმამდე საქმე არ მივა და ეს ყველაფერი გადავა მაინც მოლაპარაკების მაგიდამდე მივა, იმიტომ რომ ირანი აი ესე ბოლომდე თითქოს ცდილობს ხოლმე რაღაც წინააღმდეგობები გაწიოს და ბოლო მომენტში მე ისრაელთან იქნება თუ სხვაგან იქნება უკვე გადადის სხვა ტიპის ურთიერთობების განმავლობაში მიერ რეგიონში დაკარგული პოზიციების გამო. ტრამპის შემთხვევაში ძნელია პროგნოზის გაკეთება, შეიძლება ყველაფერი პირიქით მოხდეს და სამწუხაროდ დღეს საქართველოს თავრობა არ ყავს, რო ყავდეს მინიმუმ უშიშროების საბჭო იჯდებოდა და ფიქრებდა იმაზე, რომ 80 მილიონი ქვეყნის შემთხვევაში რამე რომ მოხდეს, ტოლვილები დაიძრა, იქ ისა შენ რუსეთი რომ ხარს დაუჭერს, მე ირანს ხო გასაგებია და მე საქართველოს აქ რა შვება რომელ მხარეს არის. აგეთ ბევრი საკითხი არის, ხო? ეს ის ვერსიები, რომელიც მართლა უნდა განიხილოს.